სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, ის ეხება რომაელთა წერილის მე-11 თავს, რომელსაც ჩვენ მთლიანად წავიკითხავთ. პიროვნება სვავს კითხვას მარტო 21 და 22 მუხლზე, მაგრამ ჩვენ მთლიანად წავიკითხავთ კონტექსტს, რომ წარმოდგენა გქონდეს თუ რაზეა ეს საუბარი და ჯონ მაკარტურიც განავრცობს მერე ამას. ვის ეხება ეს ადგილი? ლაპარაკე 21 მუხლზე, რადგან თუ ღმერთთა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, შენც არ დაგინდობს. გამარჯობათ პასტორ ჯონ, მე არმანი მქვია და ჩემი მეგობრებისაგან მაქვს კითხვა. არმანი მე მგონი მექსიკელი ან ლათინო უნდა იყოს. ის ინგლისურად კარგად ვერ საუბრობს, ამიტომ მისი სახელით მე ვსვავ ამ კითხვას. რა თქმა უნდა, გისმენთ. მისი კითხვა ეხება რომაელთა წერილის მე-11 თავს 22 და 21 და 22 მუხლებს და იმას, ასწავლის თუ არა ეს მუხლები, რომ ადამიანმა შეიძლება დაკარგოს სვავის სულის ხსნა. ხომ წაგითხოვთ ამ ადგილს მთლიანად რომ ჩვენ წარმოდგენა ვიქონიოთ თუ რაზეა საუბარი. რომაელთა მე-11 თავი. მას ვამბობ ნუ თუ უარყო თავისი ხალხი ღმერთმა, არამც და არამც, რადგან მეც ისრაელიანი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომისაგან. არ უარყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორც ჩივის ისრაელზე ღვთის წინაშე და ამბობს, უფალო, შენი წინასწარმეტყველი מחვილით ამოხოცეს და შენი სამსხურებლობები დაანგრიეს. მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ. მაგრამ რას ეუბნება მას ღმერთის პასუხი? დავიტოვე მე ჩემთვის 7,000 კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუდრეკავთ ბაყალის წინაშე. ასევე ახლანდელ დროშიც ღმერთის მადლის მიერი ამორჩევით დარჩა ნატამალი. ხოლო თუ მადლით უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნებოდა მადლი. ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის, თორემ საქმე აღარ არის საქმე. მაშრა, რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ მიაღწია? მხოლოდ რჩეულება მიაღწიეს და დანარჩენები კი გაგულქვავდნენ? როგორც წერია, მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები რათა არ ხედავდნენ და ყურები რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე. და დავითიც ამბობს, დაემახედ იქცეს მათი ტაბლა, ბადეთ საცდურად და შურისგებად. თვალები დაებიდოთ, რომ ვერ ხედავდნენ, ხოლო ხერხემალი მათი მუდამ მოხრილი იყოს. მას ვამბობ, ნუ თუ იმისათვის წაბორძიგდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც, მაგრამ მათი დანაშაულით ხსნა ეწიათ წარმართებს, რათა შური აღძრულიყო მათში. და თუ მათი დანაშაული წუთისოფლის სიმდიდრეა და მათი დაკნინება წარმართა სიმდიდრე, რამდენად დიდი იქნება მათი სავსება? ხოლო თქვენ გეუნებით წარმართნო, რამდენადაც წარმართა მოციქული ვარ, ჩემს სახურებას ვადიდებ. და შემძლებოდა შურის გაღვება ჩემს თვისტომთა შორის და ზოგიერთი მათგანის ხსნა, რადგან თუ მათი განდევნა ღმერთთან ქვეყნიერების შერიგება, აბა რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა კვდრეთაგან სიცოცხლე? თუ ნათავარი წმიდა, მას წომიც, და თუ ფესვი წმინდა, მას რტოც, ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ ველური ზეთისხილი მათ შორის დაემყენ და გახდი ზეთისხილის ფესვის ნოყიერების თანაზიარი, ნუ იაპარტავნებ რტოთა წინაშე, ხოლო თუ იაპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესს უკავი ხარ შენ. შენ იტყვი, რტოები გადატყნენ, რათა მე დამყნულიყავიო. კეთილი, ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო გადატყნენ, შენ კი დგახარ წმენით. ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოს და ეხლა იწყება ის ადგილი. 21 მუხლი. რადგან თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, შენც არ დაგინდობს. ამრიგად ხედავ ღვთის სახიერებასა და სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე. თუ დარჩები მის სიკეთეში, თორემ შენც მოიკვეთები. და ისინიც თუ ურწმუნოებაში არ დარჩებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუს მათი კვლავ დამყნობა. ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე კარგ ზეთისხილს, მით უმეტეს ესენი, ბუნებრივები დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს. რადგან არ მინდა ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყდნობოდეთ თქვენ სიბრძნეს, ნაწილობრივ სიჯი უტე მოუხდა ისრაელს, ვიდრე წარმართა სისავსე არ მივა ღმერთთან. და ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია, მოვა სიონიდან მხსნელი და უღმერთოებას ააცდენს იაკობს. ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარ ხოცავ მათ ცოდვებს.
დიახ, სახიერების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის, ხოლო ამორჩევის მიხედვით საყვარლელი მამების გულისათვის. რადგან არ იცვლება ღვთის ნიჭები და მოწოდება, ისევე როგორც თქვენც ოდესღაც ეურჩებოდით ღმერთს, ახლა კი შეწყალებული ხართ მათი ურჩობის გამო. ახლა ისინიც ურჩობენ იმისათვის, რათა ისინიც შეწყალებული იქნენ იმ წყალობით, რომელიც თქვენ გეძლევათ. ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს. ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე, როგორი ჩაუწდომელი არიან მისი სამართალი და მიუკვლეველნი მისი გზები, რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება და ვინ იყო მისი რჩეველი, ან ვინ რა მისცა მას წინასწარ, რომ უკან დაუბრუნოს, რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის მას დიდება უკუნისამდე. ამინ. ნახეთ რა შესანიშნავი თავია და არ შეგვიძლია მთლიანად არ წაგვაკითხა ხომ ეს. ასე რომ ეხლა მოусმინოთ ბატონ ჯონს თუ როგორ გაარჩევს ამას. დიახ, როგორც წავიკითხეთ, რომაელთა 21 და 22 მუხლში წერია, რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი ტოტები, შენც არ დაგინდობსო. ამიტომ გაითვალისწინე ღვთის სიკეთე სიმკაცრე მათ მიმართ, ვინც დაეცა სიმკაცრე, ხოლო შენს მიმართ სიკეთე. თუ მის სიკეთეში დარჩები, წინა შემთხვევაში შენც მოიკოთებიო. რაც უნდა გვესმოდეს, არის ის, რომ ეს ორი მუხლი არ არის მიმართული ინდივიდებისადმი. ინდივიდუალურად არ არის ეს გასახილველი. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ პავლე პირველ 8 თვავს გვაძლევს რომელთა წერილში და გვიხსნის დიდებულ გაგებას ხსნის შესახებ. ხოლო მე-9-დან მე-11 თავებამდე ის საუბრობს ღვთისამძლიერ მაცხოვრებელ საქმეზე ისრაელზე და წარმართების კონტრასტ და შესადარებლად. და ის აქ ამბობს, რომ ისრაელი იყო ბუნებრივი ტოტი. არსებობდა, შეხედეთ ამ ანალოგიას და შეგიძლიათ ჩვენ ანალოგიები თუ არის ბიბლიაში, ახლა წინა იმებზე კითხვებზე რო განვიცადეთ, ახლა სადაც არ არის, არ უნდა მოიგონო ანალოგია, მაგრამ სადაც ანალოგია მარტივად გავლებული, ჩვენ ეს ანალოგიები უნდა წამოვწიოთ და შევხედოთ ამას როგორც ანალოგია, ხო? თქვენ უბრალოდ ნუ გამოიგონებთ მათ, თორე რაც არის, ის უნდა ჩვენ განვიხილოთ. კურთხევის მარაგი სიცოცხლის დიდი ზეთისხილის ხეს გავს და თავდაპირველად ღვთის კურთხევა ისრაელის ტოტებიდან მოედინებოდა. ისრაელი იყო ღვთის კურთხეულიერი, მაგრამ ისრაელის ურწმუნოების გამო ის მოკვეთილი იქნა. კურთხევის არა მოკვეთილიერი ურწმუნოების გამო ხედავთ, კარგავს ამ კურთხევას, ხო? რა თქმა უნდა, იყვნენ ცალკეული ებრაელი, რომლებიც ჭეშმარიტი მორწმუნეები იყვნენ და მათ რა თქმა უნდა, არ დაკარგეს ხსნა, მაგრამ ეროვნულ დონეზე, ნაციონალურ დონეზე იყო განდგომა და ღვთის ხალხი აღარ განიხილებოდა როგორც ღვთის ხალხი. გასვოთ, რომ იესომ ამ მიმართულებით მიუთითა, როდესაც თქვა იგავი მეფის ძის ნადიმზე და მან თქვა, წადით და დაუძახეთ მოწვეულ სტუმრებს და არც ერთი მათგანი არ მოვიდა, არ უნდათ მას სულსო და ეს იყო ისრაელი. ამიტომ მათ თქვა, წადით გზებზე, შუა გზებზე, იპოვეთ ნებისმიერი, ვისაც იპოვით და უთხარით, რომ მოვიდნენ. და ეს იყო ერთგვარი წინასწარმეტყველი, რომ რადგან ეს მოწვეული სტუმრები, ანუ ისრაელი, უარს იტყო და მოსვლაზე, ჩვენ მივიღებდით ყველას, ვინც კი მოვიდოდა. და დაახლოებით ასე იყო ეკლესიაშიც. ასე რომ თავდაპირველად ბუნებრივი ტოტები, რომელთა მეშვეობითაც ღვთის კურთხევა მოედინებოდა, ისრაელი მოკვეთილია და ეკლესია, რომელიც პირველ რიგში წარმართულია. ცხადია, ზოგიერთი ებრაელიც იყო იქ, მაგრამ ეს აუცილებლად დამყნობილი იყო იმ ორიგინალ ტოტზე, ისრაელზე. და რასაც პავლე აქ ამბობს, არის ის, რომ ნუ იფიქრებთ, რომ ამის გამო ღმერთმა დაივიწყა ისრაელიო. ასე იწყებს მე-11 თავს. ამიტომ ღმერთი არ უარყოფს თავის მოწოდებას და დადგება დრო, როდესაც ღმერთი დააბრუნებს ისრაელს, ამბობს ის. ასე რომ მთელი ისრაელი გადარჩება და ნუ იფიქრებთ, წარმართებო, რადგან დამყნობილი ხართ, სამუდამოდ იქნებით კურთხევის ხალხიო. რადგან საკითხი ეს სიმართლე საკითხია და არ უნდა გადაუხვიოთ ამ ჭეშმარიტებას. თუ წარმართული ეკლესია დაკნინდება და განდგომილებას განიცდის და გულწრფელად რო ვთქვათ, ხალხო, ეს უკვე მოხდა, ჩვენ ვიწყებთ, ხედავთ, გადახედეთ ადრეულ ქრისტიანობას და ეხლა ნახეთ რა განდგომილებას განიცდის ქრისტიანობა დღეს. თქვენ გავთ კათოლიციზმი და მართლმადიდებლობის მკვდარი 1000 წელი და დღეს სოფლიოში ციტრირებული, არაციტრირებული ქრისტიანების მასა, ხედავთ, ბევრს არ სწამს ქრისტეს ჭეშმარიტი სახარება და მან არ იცი მინადის ქრისტე და რა გააკეთა მან. ასე რომ უკვე დიდი სერიოზული განდგომილება აქვს ეკლესიას. ჩვენ მუდმივად უყურებთ იმას თუ რა ხდება, რადგან ეკლესია სულ უფრო და უფრო ეცემა განდგომილებაში. ჩვენ ამაზე დღეს საღამოსაც ვისაუბრეთ.
და პავლე აქ ამბობს, თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი ტოტები, თუ ღმერთმა განსაჯა ისრაელი და დასაჯა, რომელიც იყო ბუნებრივი კურთხევის პირველი ხალხი და ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ადგილი უკვე უსაფრთხოდ გარანტირებული გაქვთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთო. საქმე იმაშია, რომ დადგება დღე, როდესაც განდგომილი ეკლესია შეიკრიბება და ანტიქრისტეს შეუერთება. გახსოვთ ხომ? და ისინი განადგურდებიან და უფალი სამეფოს დაუბრუნებს ისრაელს, 1000 წლოვან სამეფოს. ისრაელის ხსნის დროს, როდესაც ისინი შეხედავენ მას, ვინც განგმირეს, კურთხევის წყარო გაიხსნება მათთვის, როგორც ამას ზაქარია წინასწარმეტყველი ამბობს. ასე რომ თქვენ უნდა შეხედოთ ამას ისრაელისა და ეკლესიის კონტექსტში და არა ინდივიდუალური ხსნის დაკარგვის საფრთხის სახით. გასაგებია, კარგი კითხვა, ბოლო ორი კითხვა ძალიან სწრაფად და ჩვენ ამას დავამთავრებთ დღეს.